მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი პატივისცემით, მადლიერებით და რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს თქვენი ნდობისთვის, თქვენი უკუკავშირისთვის, ხო? თქვენი ენერგიების გაცვლისთვის. ყველას გიღიმით, საუკეთესო ენერგიებს გიგზავნით და განსაკუთრებით მოგესალმებით ემიგრანტებო. მე ახლა ხელთ მიკავია სანთელი, გამდინარი სანთელი, რომელსაც ახლა გადავასხავ და გაჩვენებთ რა, როგორ და რანაირად შეიძლება გამოვლინდეს სანთლის გადასხმის დროს ადამიანის ცხოვრებიდან, ხო? ამავდროულად სანთლის გადასხმისას იხსნება ბლოკები, ხო? იწმინდება ცუდი ენერგეტიკა და სანთელს გარეთ გამოაქვს ყველაფერი უსიამოვნო, ყველაფერი ზედმეტი და ყველაფერი არასაჭირო თქვენს ცხოვრებაში. მე ვასხავ ახლა უკვე გამზადებ ჭურჭელში, აგერ აქვე მიდგას. სამწუხაროდ ასე კონკრეტულ ადამიანს არ ვასახელებ, თუმცა მე ჩემთვის ახლა რაღაც გარკვეულ სიტყვებს გავიმეორებ და გაჩვენებთ რაც გამოვა ფიგურა, ხო? და სავარაუდოდ ეს ფიგურა ასახავს იმ ადამიანების ენერგეტიკას, ახლანდელ მდგომარეობას, გარკვეულ ნაწილს, ხო? ვიღაცას აუცილებლად გადაუთამაშდება, ვინც ცოტა ხნის წინ გაშლას უყურა ჩემსას, ხო? ანუ რაღაცა პროცენტზე ეს აუცილებლად გადათამაშდება და ვასხავ. ნახეთ, სრულიად ცარიელია. დაველოდოთ ახლა. წყალში გაცივდეს, გაგრილდეს. ზოგადად, როცა პირადად ვუხსხავ, ხო, სახელობითად ადამიანებს, ვმუშაობ მხოლოდ თაფლის სანთელზე. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ძვირია და ასე საჯარო გადასხმებისთვის ვერ გამოვიყენებ. ამიტომ ხმარობ სურნელოვან სანთლებს. არც ეს არის ნაკლებია ახლა თქვენ მეტყვით, მაგრამ სურნელოვანი სანთლების ნარჩენები რაც მაქვს, ხო, დარჩენილი ვთქვათ. იგივე უბრალოდ ქიმიური შემადგენლობის სანთლები, ამას ვიყენებ. თაფლის სანთელი დამერწყნით ბევრად ძვირი მიჩნდება მე. და სად არის და შეგვიძლია პრინციპში უკვე ამოვიღოთ. უბრალოდ ვჩქარობ, რომ ვიდეო ძალიან გაიწელება. თორე ზოგადად უფრო მეტი უნდა დააცადო ხოლმე. აი გამიტყდა კიდეც რომ არ დავაცადე, ჩემი ბრალია. მაგრამ არა უშავს, დაახლოებით წარმოდგენა შეგექმნებათ. არის შემთხვევები, როცა აცდი, საკმაოდ დროს აძლევ ყველაფერს და ბოლომდე რაც საჭიროა, ხო, ის იმ დროით აყოვდი, მაგრამ მაინც ყრდება სანთელი და ის კიდევ გარკვეული ინფორმაციის მომცემია. დააკვირდით რა არის გამოსახული, მეორე მხარეც არა გვაქვს სუფთა, ხო? ხედავთ აქ დაზიანებებს. რაც შეეხება აქ თითქმის ყველა ჩაკრა გარკვეული დოზით არის გადაკეტილი, მაგრამ განსაკუთრებული კეტვა მოდის პირველ ჩაკრაზე, ყელის ჩაკრაზე, ხო? რაც შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ავადმყოფობის თემაზეა დადებული და აი აქ ქალია წამოსკუპებული. უყურეთ,
კუდი თავზე, თმები კუდი, სახე, ტანი, კაბა, გრძელ კაბაში ჩაცმული ქალი, რაღაცა მესტი ენერგია მომდის, რომ შაოსანი უნდა იყოს, არ ვიცი რატო. და ამის თავზე ეს არის, ანუ დიდი ალბათობით ამ ყველაფრის ავტორი ბრძანდება ეს. თავად ეს ვისაც იქნება გადასხმული, ეს ის არ არის. აქ ხედავთ ალბათ ხო პირი, თვალები, თვალიც აქვს და განსაკუთრებით ბევრს ჭორაობენ და ბევრს საუბრობენ ამ ადამიანზე, ну, ვისიც იქნება ეს ხო, ვის ენერგიასაც დავიჭერდი, მე არ ვიცი ახლა ზუსტად. ვის ენერგია მაქვს დაჭერილი, კრატნიკები ხო, ესე ქართულად მომპარავი, ცოტა ისეთი სიტყვა ხო, ანუ ვინც მოშურნე, ვისაც უნდა რომ თქვენ წაგართოთ ის ბედნიერება, რაც გაქვთ და ნახეთ საფლავის მომენტი, ხო, არ მიყვარს ხოლმე ეს ამისი გახმოვანება, იმიტომ რომ უსიამოვნო სიტყვებია და უკანა მხარესაც ზუსტად ზედა მხარეშია დაზიანებები, ხო, ანუ გულფილტვი და ყელის არე. აქ ეს საუბრის და თვალის მომენტია განსაკუთრებით ქვედა ჩაკრებზე, სადაც შეიძლება ადამიანის ჰქონდეს ასევე სერიოზული პრობლემები და აი აქ თუ დააკვირდებით, მამაკაცის სახესაც დაინახავთ, არ ვიცი ხა ფოკუსში ჩანს თუ არა, ვეცდები რომ მამაკაცის სახე და თითქოს თავში აქვს ხელი წაშენილი. ხო, კარგით, მეორე ნახევარიც ვნახოთ ახლა. მეორე ნახევართანაც დაახლოებით იგივე სიტუაცია გვაქვს. ოღონდ აქ კონკრეტულად რა კი არ არის და კონკრეტული ობიექტი არ მაქვს და ის ინფორმაცია არ ვთქვი სათქმის გადასხმისას, ხო, რაც სჭირდება ზოგადად. ну, ახლა ბევრად, მაგრამ ნახეთ. ეს არის ზუსტად ის ნეგატივი, რაც გროვდება ხოლმე და გადმოსულია მეორე მხარეს და რაც რეალურად უნდა ავიღოთ და მოცილდეს, ხო? და აქაც ნახეთ ეს პატარ-პატარა ხვეულები, ყველა არის ნეგატივი ბლოკები. აქ თუ ხედავთ, არ ვიცი, მე ძალიან კარგად აღვიქვა, გულია გამოსახული პირდაპირ. მაგრამ აქაც, ну, იმიტომ რომ იმისი ნატეხია ხო, ზედა ჩაკრებია დაზიანებული განსაკუთრებით და გადმოსულია. შუა საყარზე გულფილტვზე, ხო? და ჩაკრებზე ძალიან ბევრი საუბრები, ძალიან ბევრი თვალი, ფინანსური ჩაკეტილობები. ნახეთ, რამდენი რამეა გასახსნელი. ხედავთ ალბათ, ხო? აი აქ მუხლებზე დამხობილი ქალი როგორ დგას და ლოცულობს და როგორ ითხოვს შველას. საჯაროა და კიდევ აი აქაც დააკვირდით, ხელები აქვს სახეზე ქალსაფარებული, თითქოს შიშველია, თითქოს აი რაღაცა ძალიან მძიმე მოხდა მის ცხოვრებაში, ხო? და ძალიან დიდ ტრამვებშია. ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისე ზოგადი და ვიღაცის ენერგიებს დაიჭერს. აქ დააკვირდით, როგორ ყავს ხელი აქვს მოხვეული. აქ შესაძლოა ბავშვზეც იყოს ჩაკეტილობა, ნორსლობაზე ჩაკეტილობა, ბავშვი და ხო, ну, სამწუხაროდ ესეთებიც ხდება. მაგრამ მე არ მიყვარს საჯაროდ მით უმეტეს ეს ცუდის გახმოვანება, ის კი არა პირადადაც რომ ესაუბრები ცუდს როცა ვხედავ, ძალიან ისევ ვცდილობ ხოლმე შევუფთო, რომ უარესი ნეგატივი არ შევიტანო ადამიანის ცხოვრებაში. ის იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლეს არ ვეუბნები, უბრალოდ გარკვეული ფორმით უფთავ ამ ყველაფერს, ხო, ვეუბნები სიმართლეს, მაგრამ ისე რომ ადამიანმა მეორე დღემდე ვერ გაატანოს, ასე რა აზრი აქვს, ხო, რას გავუკეთებ. ასე რომ მეგობრებო, ვისაც გნებავთ ანალოგიური დიაგნოსტიკა და მერე შესაბამისად ამ ყველაფრის მოცილება, რაც იმ დიაგნოსტიკაში გამოვა, თუ გამოვა, ხო? არიან ადამიანები, რომლებსაც პრაქტიკულად შეიძლება არაფერი რამდენიმე დღის გადასხმა დაჭირდეთ. არიან ადამიანები, ვისაც სრული პერიოდი ჭირდება. ასე რომ ამ ტექნიკით მერე ამისი უტილიზაცია ხდება, ხო? არც ერთ შემთხვევაში დიაგნოსტიკას, როცა
ვაკეთებ, კი ბატონო, შეგიძლია ის სანთელი გადაადნო, ცეცხლზე დაამუშაო, რაღაც გარკვეული ინფორმაციის ფონზე ხო, რასაც ამბობ შეინახო, მაგრამ როცა წმენდა, აი, ნახეთ ერთხელ ერთმა ადამიანმა მკითხა რომ წმენდებს თუ აკეთებ და ძალიან ვიუარე, იმიტომ რომ წმენდები არის ხშირ შემთხვევაში როგორ ესმით ხოლმე, იცით, აი რა ტიპის წმენდები ჭირდებათ, რომ უნდა გაწმინდო მამაკაცი ან ქალბატონი, რომ შენსკენ წარმოვიდეს, ხო? თითქოს ნეგატივი უნდა მოაშორო, რომ შენთან წარმოვიდეს და რეალურად შეიძლება იმ ადამიანს სულ არ უნდადეს შენთან წამოსვლა, მაგრამ შენ ერიგი. მსგავსი ტიპის ჩარევებს მე არ ვაკეთებ. მე ვაკეთებ ერთადერთი აი ამ ტიპის არ ვიცი, გინდა წმენდა დავარქვათ, გინდა პროცედურა, ხო, გინდა ლოცვა, სანთელზე, როცა შენ ადამიანის ფსიქიკიდან, ადამიანის ბიოლოგიიდან, ადამიანის ცხოვრებიდან გამოგაქვს ყველაფერი ნეგატიური, გამოგაქვს ყველაფერი ცუდი, ხო? არასაჭირო და უსიამოვნო მისთვის. ასე რომ ჩემო მეგობრებო, თუ იმეს გაინტერესებთ, შეგიძლიათ მოგმართოთ ალების ტარო მესენჯერში. ნახვამდის დროებით წარმატებით.